ნატ+. ძალიან ხშირად გვესმის ეს სიტყვა. მოდით ახლა მე თქვენ მოგიყვებით რა არის ეს ნატ+ სინამდვილეში და რისთვის გჭირდება და როგორ უნდა გამოვიყენოთ. მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ ნატ+ აქვს უდიდესი მნიშვნელობა დაბერების პროცესში. რატო? იმიტომ რომ დროთა განმავლობაში ნატ+-ის რაოდენობა ჩვენს ორგანიზმში კლებულობს. რა ფუნქცია აკისრია ნატ+? ნატ+ წარმოიდგინეთ, რომ არის პატარა ელემენტი, რომელიც მიდის ყველა უჯრედთან, მიაქვს იქ ენერგია და აიძულებს მას სწორედ იმუშაოს. როგორც კი ის კლებულობს ჩვენ ორგანიზმში, ჩვენი უჯრედები ზარმაცდებიან და იწყება დაბერების პროცესი, შენელება ჩვენი უჯრედების მუშაობის. მაგრამ ნატ+-ის პირდაპირი მიღება ჯერჯერობით კვლევებით არ არის დადგენილი, რამდენად კარგად იმოქმედებს, მაგრამ ნაპოვნია მისი წინამორბედი, რომელიც ორგანიზმში ხელს უწყობს ამ ნატ+-ის ბუნებრივად წარმოქმნას და ეს არის ნიკოტინამიდ რიბოზიდი. აი ესეთი საშუალებები, მაგალითად როგორც საკვები დანამატი, ჩვენ შეგვიძლია გარკვეული ასაკის შემდეგ უკვე მივიღოთ. როცა ჩვენ გამოვიკლეთ ჩვენი ორგანიზმის ყველა მინერალის და ვიტამინის დეფიციტებს და ყველაფერი არის ნორმაში და ჩვენ მაინც ვართ დაღლილები და უკვე ის შემართება აღარ აგვაქვს, აი ამ შემთხვევაში ნატ+ იქნება მარკეტინგული წარწერით, მაგრამ შინაარსობრივად შეხედეთ ამას, აქ აუცილებლად უნდა ეწეროს აი ესეთი წარწერა, მაშინ ეს იქნება ის ზუსტად რა თქვენ ორგანიზმს ჭირდება. აბა ჩემო კარგებო, წარმატებული არჩევანი როგორც